სათვალთვალო კამერები მოქმედებენ როგორც მთავარი საშუალება ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ, როგორიცაა ბინების გატეხვა და ავტომობილების ქურდობა. თუმცა ბევრ შემთხვევაში დამნაშავეები კამერაზე ფიქსირდებიან, მაგრამ ისინი არასდროს იდენტიფიცირდებიან. იგივე შეიძლება ითქვას დაკარგული ბირების ზოგიერთ შემთხვევაზეც, როდესაც ისინი უსაფრთხოების კამერაზე ჩანან, მაგრამ ვერასდროს პოულობენ. 47 წლის პამელა ბატლერი ოჯახმა და მეგობრებმა აღარ უნახავთ და არ გაუგიათ მის შესახებ 2009 წლის თებერვლის 14 თარიღიდან. და პოლიციამ მისი მეგობარი ბიჭი ხოსე როდრიგეს კრუზი დააკავა, რადგან მიაჩნიათ, რომ ის არის პასუხისმგებელი მის გაუჩინარებაზე. მათი ეჭვები მაშინ გაჩნდა, როდესაც პამელას სახლის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გადაამოწმეს და იქ დანახულმა მაშინვე დააეჭვათ, რომ საქმე ბოროტ განზრახვასთან ჰქონდათ. მისი გაუჩინარების დღეს პამელა ვალენტინობის ვახშამზე უნდა შეხვედროდა დედას, თელმას და როდრიგეს კრუსს. მაგრამ ის არ გამოცხადდა. გაუჩინარებული პირის საქმე გაიხსნა, მაგრამ გამომძიებლებმა მისი კვალის პოვნა ვერ შეძლეს. 2016 წელს პამელა ოფიციალურად გარდაცვლილად გამოცხადდა. შემდეგ გაირკვა, რომ როდრიგეს კრუზი ერთდროულად ორ ქალზე იყო დაქორწინებული და მისი პირველი ცოლიც ასევე საიდუმლოდ გაუჩინარდა. პამელას სახლის სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს, როგორ მივიდა როდრიგეს კრუზი და შემდეგ 4 დღის განმავლობაში რამდენჯერმე შევიდა და გამოვიდა სახლიდან. მიჩნეულია, რომ სწორედ ამ პერიოდში ანადგურებდა ის მტკიცებულებებს, მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებდა, პამელამ დაასრულა მათ შორის ურთიერთობა და თავად მხოლოდ ნივთების წამოსაღებად ბრუნდებოდა სახლში. როდრიგეს კრუზი დააკავეს და ბრალი წაუყენეს პამელას და მის ყოფილ ცოლზე ჩადენილ დანაშაულებში, ხოლო ბრალის აღიარების შემდეგ მას 42 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პამელა არასოდეს უპოვიათ, თუმცა მისი საქმე პოლიციამ ახლა დახურა. 19. პლაცმუთის ნებრასკას მუზეუმის ვიდეო თვალის ჩანაწერმა ბევრ ადამიანს დააფიქრა, შესაძლებელია თუ არა უსულო საგნებში სულები ბინადრობდნენ, რადგან შენობაში ერთ-ერთმა კამერამ დააფიქსირა რაღაც, რაც შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. საუბარი ეხება ჩრდილების მუზეუმს, რომელიც შექმნა ნეით რადემანმა, დემონოლოგმა და მისმა მეუღლემ ქეითმა, რომელიც სულიერი მედიუმია. ერთად ისინი აგროვებენ და აჩვენებენ არტეფაქტებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც თითქოს დაწვევლილია და მუზეუმი სწრაფად გახდა პოპულარული, როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივებს შორის. ვიდეო თვალის ჩანაწერის დროს მათ უკვე ჰქონდათ შეგროვებული 3000-ზე მეტი ასეთი არტეფაქტი. მათ შორის იყო თოჯინები, რომლებიც თითქოს თავისით მოძრაობენ, უიჯის დაფები და ავეჯიც კი, რომელიც პარანორმალურ მოვლენებთან არის დაკავშირებული. წარსულში სტუმრებს გამოუცდიათ კარები, რომლებიც თავისით იღებოდა. არტეფაქტები კი მოულოდნელად ინაცვლებდა, თითქოს უხილავი ხელი მართავდა მათ. ერთხელ ერთმა სტუმარმა განაცხადა, რომ რაღაცამ რაც ვერ დაინახა, დაკაცხა. ნეითისა და ქეითისთვის ეს ყოველდღიური გამოცდილებაა, მაგრამ ბევრი ადამიანი მუზეუმს ჭირივითერიდება, შიშით რომ რამე მათ მიეკრობა, სანამ შენობას დატოვებენ. ამბობენ, რომ მუზეუმის შიგნით ენერგია მაკაბრულია და თუ კამერების ჩანაწერებს დაუჯერებთ, ეს არც უნდა იყოს გასაკვირი. ერთ დილით 2018 წელს, როცა მუზეუმი ჯერ კიდევ დახურული იყო, სათვალთვალო კამერებმა, რომლებიც ერთ-ერთ ოთახს ირებდნენ, თითქოს პარანორმალური აქტივობა დააფიქსირეს, როცა ეს მოხდა. ოთახი სავსეა სხვადასხვა ნივთებით, მაგალითად, კუბოთი, ბავშვის მაღალ სკამით და ბურთით, რომელიც იატაკზეა დადებული. მაგრამ შემდეგ ბურთი მოულოდნელად ჰაერში აიწევა, თითქოს სული წევს მას და ზოგიერთმა ადამიანმა ივარაუდა, რომ მოჩვენება თამაშობდა მასთან. არის ეს ასე თუ არა უცნობია, მაგრამ საბოლოო ახსნა არასდროს აღმოჩენილა. 18. ჯათუ რუნგაი, რომელსაც ადგილობრივები უბრალოდ რუნგაის უწოდებენ, მდებარეობს კადუადოს ოლქში, კენიაში. ამ რაიონში მსხურებლებმა პოლიციას თხოვეს დაიწყოს გამოძიება იქ 2026 წლის თებერვალში ჩადენილი დანაშაულების სერიის შესახებ და მათ მიაწოდეს ეჭვმიტანილების ვიდეო თვალის ჩანაწერები. ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში ჩანს, როგორ დადის მამაკაცების ჯგუფი ქუჩებში და ეძებს შემდეგ სამიზნეს. როგორც კი ისინი აირჩევენ სახლს, რომელშიც შეღწევა სურთ, გამოაქვთ კიბე და აკვდებენ სახლის შემოგარენის კედელზე. შემდეგ ისინი იწყებენ კედელზე გადაძრომას, ერთი მეორის მიყოლებით და შედიან ფლობელის ეზოში, სადაც ცდილობენ სახლში შეღწევას. ეს არის შემზარავი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც აჩვენებს რა ხდება ამ უბანში მაშინ, როცა მისი მცხოვრებლები მშვიდად წინავთ. სხვა ვიდეო ჩანაწერში ჩანს, როგორ გადადის კედელზე კაცი, შიშველი ხელებითა და ფეხებით.
დიდი გერმანული ნაგაზი განწარებით უყებს მას, მაგრამ ის შეურყელად აგრძელებს თავის საქმეს, ქურდობას. სხვა ვიდეოში ქურდს სახე ცხვირამდე აქვს დაფარული ნიღბით და როგორც ჩანს, საერთოდ არ ანაღვლებს ის ფაქტი, რომ კამერასია. რადგან არც ერთი მამაკაცი არ არის იდენტიფიცირებული, სავარაუდოა, რომ ეს ქურდობები გაგრძელდება მანამ, სანამ ისინი არ დააკავებენ და არ აგებინებენ პასუხს თავიანთ პოროტმოქმედებებზე. ზოგი სახლი ორი ღამე ზედიზედ გახდა სამიზნე, რის გამოც ამ რაიონის მცხოვრებლები ძალიან შეშფოთებულები არიან, რადგან არ იციან, როდის ან სად დაარტყამენ ქურდების შემდეგ. იმედია ვიდეო თვალის ჩანაწერები დაეხმარება ზოგიერთი ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებაში და საბოლოოდ ისინი აღმოჩენილნი იქნებიან. 17. 2014 წელს 23 წლის კი არა სტაპსი ბირმინგემში ალაბამაში ცხოვრობდა და მას პრობლემები ჰქონდა მანქანის მუხრუჯებთან. მან თავის ძმას უთხრა, რომ ერთმა ნაცნობმა მამაკაცმა დახმარება შესთავაზა და კითხა, შეეძლო თუ არა მას მისი სამუშაო ადგილისკენ წაეყვანა. კიარას ადრე მისი შულებისთვის თმა ჰქონდა შეჭრილი, ამიტომ ფიქრობდა, რომ მისი ნდობა შეიძლებოდა. მისმა ძმამ დათანხმდა და კიარა 5 Points West-ის ბუსტის მობილურ მაღაზიაში წაიყვანა, სადაც ის მამაკაცი მუშაობდა. მამაკაცმა კიარას უთხრა, რომ მას ფულს მისცემდა, რათა მისი მუხრუჯები შეეკეთებინა. მაგრამ შემდეგ მოვლენებმა უცნაური მიმართულება მიიღო. ის და მამაკაცი რამდენიმე წუთის განმავლობაში საუბრობდნენ და როგორც ჩანს, მაღაზიის გარეთ არსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერში კიარა შემდეგ მიუახლოვდა ბორდოსფერი Chrysler's, რომელიც ახლოს იყო გაჩერებული. ის რამდენიმე წამით ესაუბრება მძღოლს, შემდეგ კი მანქანის მგზავრის მხარეს უახლოვდება და შიგნით ჯდება. შემდეგ მანქანა უკან მიდის და მას შემდეგ კიარა დაკარგულია. 2025 წელს ეენსლის თემში თერას სოუთის ქუჩაზე მდებარე ქონება პოლიციამ გაჩხრიკა, მას შემდეგ რაც გაცემული იქნა ჩხრეკის ორდერი. მაგრამ გამომძიებლებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ მათ ახალი მტკიცებულება არ უპოვიათ. Lawrence Dudley, კაცი, რომელიც ვიდეოში მანქანას მართავდა, იდენტიფიცირებული და დაკითხული იქნა. მაგრამ ის არასოდეს დაუკავებიათ. გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულება, რათა ვინმეს კიარას გაუჩინარებაში ბრალი წაეყენებინათ. და 16 წლის შემდეგაც მისი ბედი კვლავ უცნობია. ვინც კიარას საქმესთან დაკავშირებით რაიმე ახალი ინფორმაციას ფლობს, ან შეუძლია პოლიციას მისი ფონის საქმეში დაეხმაროს, სთხოვენ დაუკავშირდეს ბირმინგემის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 205 245 1782 ან Crime Stoppers ნომერზე 205 245 7777 16. 2026 წელი 15 წელი ხდება მას შემდეგ, რაც 20 წლის ლუკ ჯონი დიუროშე ბოლოს ნახეს. მისი ოჯახი კვლავ იმედიანად ელოდება, რომ ოდესმე მიიღებს პასუხებს მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით და მათ შესთავაზეს დიდი ფულადი ჯილდო ყველას, ვინც მიაწვდის ინფორმაციას, რაც მის საქმეს გადაწყვეტს. ლუკი წარმოშობით ტემისკამინგიდანაა, კვებეკი, კანადა, თუმცა მისი გაუჩინარება მოხდა ნორთ ბეიში, ონტარიოში. 2011 წლის 4 მარტს ის ღამით გასვლაზე იყო და დაახლოებით 23 საათსა და 54 წუთზე სადა სესილის ბარში შესვა, რომელიც მდებარეობს მეინ და უაილდ ქუჩების კუთხეში. მაგრამ მას შესვლაზე უარი უთხრეს. ზოგიერთი ინფორმაციით მას არ შეუშვეს, რადგან ძალიან მთვრალი იყო, ხოლო სხვა ცნობებით უარის მიზეზი უცნობია. შემდეგ ის შენობიდან გამოდის და თავიდან არასწორ მიმართულებას იღებს, სანამ მიხვდება თავის შეცდომას. როდესაც 2 დღის შემდეგ სახლში არ დაბრუნდა, იგი დაკარგულად გამოაცხადეს და გამოძიება დაიწყო. იმ ღამეს 20:51 საათზე მან მამას ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და მას შემდეგ მისი ტელეფონი აღარ გამოუყენებია. მის საბანკო ანგარიშებსაც არ შეხებიან, თუმცა მისი საბანკო ბარათი 15 მარტს შერბრუკის ქუჩის 500-იან მონაკვეთში იპოვეს და პოლიციას გადასცეს. ტერიტორიის ძებნა ჩატარდა, მაგრამ უშედეგოდ და ლუკის ოჯახი მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის $50,000 ჯილდოს სთავაზობს. მისი აღწერილობით მას აქვს ყავისფერი თმა, ავისფერი თვალები, სიმაღლე 5 ფუტი და 8 ინჩი, ხოლო წონა 150 ფუნტი იმ დროს. 2011 წელს მას ზედაკბილებზე ბრეკეტები ედგა და გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ეძებდნენ განსაკუთრებულ იისფერ კამარს, რომელსაც ლუკი ატარებდა, მაგრამ ის არასდროს უპოვიათ. ყველა, ვისაც აქვს ინფორმაცია ლუკის საქმეზე, მოუწოდებენ დაუკავშირდეს North Bay-ის პოლიციის დეპარტამენტს, შემდეგ ნომერზე 7054975 15. ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციამ საზოგადოებას მიმართა თხოვნით დაეხმარონ 39 წლის ნატალი გალახერის მოძებნაში, რომელიც მისი ახლობლებიდან არავის უნახავს მას შემდეგ, რაც ის 2026 წლის 4 მარტს სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერში გამოჩნდა.
ვიდეო ჩანაწერიდან ამოღებული სურათები უკვე ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის. იმ იმედით, რომ ვინმე ამოიცნობს ნატალი გალახერს და პოლიციას შეატყობინებს მის ბოლო ცნობილ ადგილსამყოფელს. ჩანაწერი გაკეთდა ბელფასტის ცენტრში, ამელია სტრიტზე მდებარე კამერით, დაახლოებით საღამოს 8:30 საათზე. ჩანაწერში ჩანს, როგორ მიდის ნატალი კილანის სახლის მიმართულებით და მასთან ერთად ორი მამაკაცი. ჯერ უცნობია, იპოვეს თუ არა ეს ორი მამაკაცი და დაკითხეს ისინი, ან იცნობდნენ თუ არა ისინი რა ისინი და ნატალი ერთმანეთს. მიჩნეულია, რომ იმ დღეს ნატალი დერიდან ბელფასტში გამგზავრებას აპირებდა, თუმცა ვიდეოკამერის ჩანაწერის შემდეგ მისი გადაადგილება საიდუმლოდ რჩება. წყაროები არ ასახელებენ, აპირებდა თუ არა ნატალი ბელფასტში გამგზავრებას მატარებლით, ავტობუსით თუ ამ ორ მამაკაცთან ერთად და დამატებითი ვიდეოკამერის ჩანაწერები არ აღმოჩენილა. ამიტომ პოლიცია სთხოვს ყველას, ვინც იმ დღეს ნატალი დაინახა, გამოჩნდნენ, რათა მისი ბოლო ცნობილი გადაადგილება განახლდეს. ვიდეო ჩანაწერში მასაცვია თეთრი პერანგი, შავი პალტო, შავი ქვედატანი და შავი ჩექმები. პოლიციის განცხადებით ისინი ყოველდღიურად უფრო მეტად ღელავენ მისი კეთილდღეობის გამო და პირობას დებენ, რომ საზოგადოებიდან მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციას გამოიძიებენ, რათა ნატალი უსაფრთხოდ დაუბრუნდეს ოჯახს. თუ გაქვთ მსგავსი სასარგებლო ინფორმაცია, გთხოვთ დაარეკოთ გადაუდებელი დახმარების ნომერზე 101 და მიუთითოთ სარეფერენციო ნომერი 1209 129 1905 03 26. 14. კორტნი ლეიქსი ბავშვობა გაატარა სენტ ლორენსში, ნიუფაუნდლენდში და მთელი ცხოვრების განმავლობაში ცნობილი იყო თავისი თავისუფალი სულით. ის და ჯეისონ პაიკი ერთმანეთს მოზარდობაში შეხვდნენ და საბოლოოდ მათ ერთად შვილი შეეძინათ. შემდეგ მან გაიცნო მამაკაცი სახელად ფილიპ სმიტი და ყველა ამბობდა, რომ ეს ურთიერთობა ტოქსიკური იყო. მას პოლიციაში მაშინ აცნობეს, როცა მან ქალის სცემა და ამით მათი ურთიერთობა დასრულდა, მაგრამ სმიტი ამას არ შეეგუა. მან კორტნის ფოტოები მის ახალ მეგობარ ბიჭს გაუგზავნა და კიდევ ერთხელ აცნობეს პოლიციას. კორტნის მიენიჭა მშვიდობის გარანტია, რაც შეზღუდვის ორდერის მსგავსია. სმიტის წინააღმდეგ, რომელსაც 4 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის დაწესებულებაში მოუწია დარჩენა, რადგან მან ეს ამბავი ცუდად მიიღო. მან სცადა სასამართლოში ორდერის გაუქმება, მაგრამ ვერ მოახერხა. შემდეგ მან დაარღვია ორდერი და 2017 წლის 5 ივნისს კორტნის ერთ დღეში 33 ჯერ დაუკავშირდა. შემდეგ ის დააკავეს, მას შემდეგ რაც კორტნის ოჯახის სახლთან მანქანით გაიარა. ის დააკავეს და წაუყენეს ბრალი ყველა დანაშაულში, რომელიც კორტნის მიმართ ჩაიდინა და უთხრეს, რომ აღარასოდეს დაკავშირებოდა მას. 4 საათის შემდეგ, რაც ის სასამართლოდან წავიდა, კორტნი გაუჩინარდა. კორტნიმ და მისმა ახალმა შეყვარებულმა მის ვაჟს საცურაო გაკვეთილებზე წაიყვანეს, რის შემდეგაც კორტნი სახლში დააბრუნეს. გაუჩინარებულის საქმე აღიძრა და ნიუფაუნდლენდის სამეფო პოლიციამ გამოძიება დაიწყო. საზოგადოებას გააცნეს სათვალთვალო კამერის კადრები ბენზინგასამართის სადგურიდან, სადაც კორტნიმ რამდენიმე ნივთი შეიძინა. მაგრამ არავინ გამოვიდა რაიმე ინფორმაციის გასაცემად. 27 ივნისს სმიტი დააკავეს, როდესაც ის ბარში ალკოჰოლს სვამდა, რაც მას აკრძალული ჰქონდა. მის სახლში ჩატარდა ჩხრეკა და შეგროვდა გარკვეული მტკიცებულებები. მაგრამ პოლიციამ უარი თქვა, ეთქვა რა იპოვეს იქ. 30 ივნისს გამოცხადდა, რომ კორტნის გაუჩინარებაში დანაშაულებრივ ჩარევას ეჯობდნენ და საქმეს მძიმე დანაშაულთა გამოფილება გადაეცა. კორტნის ნივთი თორბეიმენის ტბასთან 2 ივლისს იპოვეს და სმიტმა აღიარა, რომ მის გაუჩინარების დღეს ის აიყვანა. მას შემდეგ გასულ წლებში კიდევ რამდენიმე ადგილი გაჩხრიკეს, მაგრამ კორტნი არასოდი უპოვიათ. და რადგან სმიტი ახლა გარდაცვლილია, მან სავარაუდოდ კორტნის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია თან წაიღო. ვინც კორტნის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იცის, უნდა დაუკავშირდეს ნიუფაუნდლენდის სამეფო პოლიციას. ნომერზე 7 09 72 98 0000. 13. ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს დაკარგული ადამიანი უბრალოდ გაქრა ამ ქვეყნიდან და აღარავის უნახავს. ასე მოხდა 24 წლის ქაილ ფლაიშმანის გაუჩინარების შემთხვევაშიც, რომელიც 2007 წლის 9 ნოემბრის შემდეგ აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენიათ მის შესახებ. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ მისი მშობლები ვარაუდობენ თითქოს ის დანაშაულის მსხვერპლი გახდა და მისი ნეშტი იმ ბინის კომპლექსის ქვეშ არის დამარხული, რომელიც სწორედ მაშინ შენდებოდა, როცა ის გაუჩინარდა. მაგრამ ეს არასოდეს დადასტურებულა და მხოლოდ ვარაუდად რჩება. 2007 წლის ნოემბერში კაილი და მისი ოჯახი ჩარლოტში, ჩრდილოეთ კაროლინაში ცხოვრობდნენ და 9 ნოემბერს მან გადაწყვიტა მეგობრებთან ერთად საღამოს გასულიყო. ისინი კომედიის შოუს სანახავად წავიდნენ და საღამო ბაქჰედ სალონში დაასრულეს, სადაც ის უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს. შემდეგ ის ვიდეო კამერების ჩანაწერში კოლეჯის ქუჩაზე მოსიარულე დააფიქსირეს, მე-6 ქუჩისკენ მიმავალს, რესტორან Fuel Pizzas მახლობლად.
ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა ის ნახეს და მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო კამერების ჩანაწერიდან მიღებული ფოტოები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, არც ერთმა სანდო მოწმე არ წარმოადგინა ახალი ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებასთან ინტერვიუში საქმის მთავარმა დეტექტივმა განაცხადა, რომ პოლიცია გაოცებულია ქაილ ჯონსტონის საქმით, რადგან მათ არ მიუღიათ ახალი კვალი და ვერ აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა რა დაემართა მას. მიუთითებენ, რომ ის შესაძლოა ძარცვის მსხვერპლი გახდა და მისი გაუჩინარებისთვის სწორედ მძარცველები არიან პასუხისმგებელნი. მაგრამ ესეც არ დამტკიცებულა. კაილის საქმე კვლავ ღიაა, მაგრამ მტკიცებულებების ნაკლებობის გამო გამოძიება შეჩერებულია. ყველა, ვისაც შეუძლია პოლიციას კაილის პოვნაში დაეხმაროს, უნდა დაუკავშირდეს შარლოტის მეკლენბურგის პოლიციის დეპარტამენტს, ნომერზე 704 326 493. კაილ ნამას საქმის ნომერია #MP2456. 12. 29 წლის პეგი მაგგუაირის გაუჩინარების საქმე მისი ოჯახის წევრებსა და გამომძიებლებს დაბნეულობაში ტოვებს. მას შემდეგ არსებობს ვიდეო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს შესაძლო ეჭვმიტანილი, მაგრამ მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და პეგი კვლავ დაკარგულად ითვლება. 2015 წელს პეგი ეუფაულაში, ოკლალეუკამომაში ცხოვრობდა, სადაც უყვარდა ბუნებაში დროის გატარება, თევზაობა, ბანაკში ყოფნა და თხების ნახირის მოვლა. ის ჩაერთო ძალადობრივ ურთიერთობაში კაცთან, სახელად თომას მაკინტოში და მიუხედავად იმისა, რომ მიიღო დაცვის ორდერი მის წინააღმდეგ, მალე დაფეხმძიმდა და ისინი ერთად დარჩნენ. ისინი ინდიანაში გადავიდნენ, რათა ახალი ცხოვრება დაეწყოთ, მაგრამ მაკინტოშის ძალადობრივი ქცევა კიდევ უფრო გაუარესდა. მას შემდეგ, რაც მან დაახჯო, მან გადაწყვიტა ოკლაჰომაში დაბრუნება, სადაც დედასთან დარჩა. თუმცა მაკინტოშმა დაარწმუნა, რომ კიდევ ერთხელ დაბრუნებულიყო და თავადაც დაბრუნდა ოკლაჰომაში, რათა მასთან და მათ შვილთან ერთად ყოფილიყო. სამედიცინო სკოლის დასრულების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო ველინგტონ ჰილზის საექთნო ცენტრში და დაიწყო ურთიერთობა კაცთან, სახელად რიჩარდთან, იმ დროს, როცა მაკინტოშისგან გაქცევის გეგმა საწყობდა. 2015 წლის 16 ნოემბერს მან დაასრულა თავისი მორიგეობა, რის შემდეგაც შვილი სკოლაში მიიყვანა. მეორე დღეს ის დაკარგული იყო და მისი სათურთო მანქანა მის სახლთან ახლოს მდებარე ბარის სადგომზე იპოვეს. სათოლთოლო კამერის ჩანაწერმა აჩვენა, რომ ვიღაცამ სათურთო მანქანა სადგომზე მიიყვანა და იქ დატოვა. მაგრამ ჩანაწერი ძალიან დაბალი ხარისხის იყო, რომ ეცნოთ ეჭვმიტანილი. მაკინტოში რჩება ერთადერთ ეჭვმიტანილად მის საქმეში, მაგრამ მისი დანაშაული არასდროს დამტკიცებულა და პეგის საქმე კვლავ გაუხსნელია. $150,000 ჯილდო დაწესებებულია იმ ინფორმაციისთვის, რომელიც მის პოვნაში დაეხმარება. და ყველა, ვისაც ასეთი ინფორმაცია აქვს, უნდა დაუკავშირდეს მაკინტოშის ოლქის შერიფის ოფისს, ნომერზე 918 689 252 6 ან ოკლაჰომას შტატის საგამოძიებო ბიუროს ნომერზე 91843666711. რამდენიმე სათოლთოლო კამერის ჩანაწერი იქნა აღმოჩენილი, სადაც ჩანს 18 წლის თეოხიასის ბოლო ცნობილი გადაადგილებები, რომელიც 2019 წლის 31 მაისიდან დაკარგულია. მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი პოვნა ვერ მოხერხდა. თეო, რომელიც ბელგიიდან იყო, 2018 წელს ავსტრალიაში მოგზაურობდა ზურგჩანთით და მისი გაუჩინარების წინ 2019 წლის 31 მაისს ის სათოლთოლო კამერამ დააფიქსირა ჩიკიმონკის ღამის კლუბში, ახალი სამხრეთი უელსის შტატში. 6 ივნისს, როდესაც მის ოჯახს ვერ დაუკავშირდა, მათ ავსტრალიის პოლიციას მიმართეს და თეო დაკარგულად გამოაცხადეს. მისი ნივთები ჰოსტელის ოთახში იპოვეს, ხოლო მისი მობილური ტელეფონი ბოლოს აქტიური კეიპ ბაირონის ტერიტორიაზე იყო. მისი ქუდი მოგვიანებით თალოუს სანაპიროზე იპოვეს, ხოლო Google-ის მონაცემებმა მისი ტელეფონიდან აჩვენა, რომ ბარიდან გამოძევების შემდეგ, რადგან ძალიან მთვრალი იყო, მან არასწორი მიმართულებით წასვლა გადაწყვიტა. მან ტელეფონზე რამდენჯერმე მოძებნა მიმართულებები, მაგრამ კიდევ უფრო იკარგებოდა, რადგან მისთვის მოცემული მონაცემების საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა. ის საბოლოოდ გაუვალ ბუჩქნარში აღმოჩნდა. ზოგჯერ გარბოდა და ბილიკიდან გადახვევისას ქუდი დაკარგა. მისი ტელეფონი ღამის 1 საათსა და 2 წუთზე გამოირთო. და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. ძებნებმა შედეგი არ გამოიღო და $500,000 ჯილდოა დაწესებული ყველასთვის, ვინც შეძლებს მისი საქმის დახურვაში დახმარებას. თუ თეოს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბაირონ ბეის პოლიციის დეპარტამენტს. შემდეგ ნომერზე 0268591030. 2 წლის ჩად გიბსონი მოულოდნელად გაუჩინარდა 2015 წლის 19 დეკემბერს.
თავდაპირველად იმედოვნებდნენ, რომ ინგლისის კორნუოლის New Case ცენტრალური პაბის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები საკმარის მტკიცებულებას მისცემდა მის პოვნას, მაგრამ ასე არ მოხდა. მისმა ოჯახმა განაცხადა, რომ ის სახლიდან დაახლოებით 10:30-დან 3:00 საათამდე გავიდა. მის გაუჩინარების დღეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები აჩვენებს, რომ ის გადის ფრენკი და ბენის რესტორანთან East Street-ზე და მიემართება Trinity Street-ის მიმართულებით 17:10 საათზე. ეს კადრები ასახავს მის ბოლო ცნობილ გადაადგილებებს და მას შემდეგ ის ავარავის უნახავს. პოლიცია აცხადებს, რომ სურს ესაუბროს ორ მამაკაცს, რომლებიც ჩანაწერში მასთან ერთად დააფიქსირეს დაახლოებით 17:10 საათზე. თუმცა ისინი ეჭვმიტანილებად არ სახელდებიან, რადგან მოგვიანებით ბარში დაბრუნდნენ, სანამ ჩადი დაახლოებით 18:00 საათზე მარტო წავიდოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩადს ბარში გასვლამდე ცოტა ხნით ადრე კონფლიქტი მოუვიდა მამაკაცების ჯგუფთან და მათ მისი ფოტო გადაიღეს. ვიდეოში გამოსახული ორი მამაკაცი საბოლოოდ დამოიცნეს და ისინი ეჭვმიტანილთა სიიდან ამოიღეს. რადგან დამატებითი კვალიან მტკიცებულება აღარ აღმოჩნდა, დევონისა და კორნუოლის პოლიციას თხოვს ყველას, ვისაც ჩადის საქმესთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია აქვს, დაუკავშირდეს სამართალდამცავ ორგანოებს საგანგებო ნომერზე 1 დარეკვით. 1990 წელს 18 მარტს ორი მამაკაცი შეძლო ბოსტონში მდებარე იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმში შეღწევა და ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მუზეუმის ძარცვა განახორციელა. მათ გაქცევა მოახერხეს 12 შედევრი ნახატით, მათ შორის 3 რემბრანდტის მიერ დახატული და 5 ედგარ დეგას მიერ შექმნილი ნამუშევარი. დაკარგული ნამუშევრების ღირებულება დაახლოებით $500 მილიონ იყო შეფასებული, ხოლო $5 მილიონი ჯილდო დაწესდა ყველასთვის, ვინც პოლიციას დაეხმარებოდა ეჭვმიტანილების იდენტიფიცირებაში ან მოპარული ნახატების პოვნაში. ამ უზარმაზარი ჯილდოს მიუხედავად არავინ დაუკავებიათ და არც ერთი ნახატი არ უპოვიათ. საინტერესოა, რომ მუზეუმის ვიდეოკამერების ჩანაწერი, სადაც ჩანს ორი მძარცველი, რომლებიც ძარცვამდე ერთი დრით ადრე მუზეუმს სტუმრობდნენ, საზოგადოებისთვის მხოლოდ 2015 წელს, ფაქტიდან 25 წლის შემდეგ გაასაჯაროეს. იმედოვნებენ, რომ ვინმე ამოიცნობს დამნაშავეებს და პოლიციას დაუკავშირდება, რათა ისინი საბოლოოდ დააგავონ. ჩანაწერში ასევე ჩანს წითელი ჰეჯბექი, რომელიც სავარაუდოდ გაქცევის მანქანად გამოიყენეს და ხელისუფლებამ მოუწოდა ყველას, ვინც მას ამოიცნობს, გამოჩნდნენ. იმ ღამეს მორიგე დაცვის თანამშრომლის თქმით, ორი მამაკაცი პოლიციელების ფორმაში მივიდა და განაცხადეს, რომ მუზეუმში არეულობის შესახებ შეტყობინებაზე რეაგირებდნენ. მან ისინი შენობაში შეუშვა, იმის ცოდნის გარეშე, რომ ისინი 24 საათზე ნაკლებ დროში მილიონობით დოლარის ღირებულების ხელოვნების ნამუშევრებს მოიპარავდნენ. მათ იარარი არასდროს გამოუყენებიათ და პოლიცია ძარცვის შესახებ მხოლოდ მისი ჩადენის შემდეგ შეიტყობდა, რამაც ძარცველებს საკმარისი დრო მისცა, რომ გაქცეულიყვნენ. არც ერთი ეჭვმიტანილი არასდროს დაუსახელებიათ და ეს შემთხვევა ისტორიაში ყველაზე დიდ მუზეუმის ძარცვად რჩება. 8. 2016 წელს ავონდალის, ოკლენდი, ახალი ზელანდია, პოლიციამ გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები რამდენიმე ეჭვმიტანილის შესახებ, რომლებმაც ამ რაიონში ბანკის ძარცვები ჩაიდინეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერები ძალიან ნათელია, ისინი არასდროს დაუდგენიათ. ორივე ძარცვა, რომელზეც საუბარია, 4 თვიანი ინტერვალით ერთსა და იმავე ბანკში მოხდა. პირველი შემთხვევა იმ წლის 11 დეკემბერს მოხდა, როდესაც პირველი მძარცველი შეიჯრა West Force Credit Union-ში, რომელიც მდებარეობს Great North Road-ზე და იმ დროს შენობაში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. მათ მაქსიმალურად სცადეს მამაკაცის აღწერა პოლიციისთვის, მაგრამ მან სახე ტანსაცმლით დაიფარა და ვერ მოხერხდა მისი იდენტიფიცირება. თუმცა აღნიშნეს, რომ მას სახეზე პლასტირები ჰქონდა და ხელი ყელზე ეკიდა. მოწმეებიც აღნიშნავდნენ, რომ მას მზის სათვალე ეკეთა, რათა თავისი ვინაობა დაეფარა. მან ხელი ყელზე სწორედ იმისთვის ეკიდა, რომ იარაღი დაემალა, რომელიც შემდეგ კასასთან მისვლისას ამოიღო. და მას შემდეგ, რაც შეძლო და ყველა ფული შეაგროვა, ფეხით გაიქცა. 4 თვის შემდეგ იგივე ბანკი ისევ გაქურდეს. 12 აპრილს მამაკაცი, რომელსაც სახეზე ბანდანა ეკეთა, იგივე მეთოდით მოქმედებდა და იარაღით მიადგა ბანკის ოპერატორს. მას ასევე ეკეთა მზის სათვალე, მაგრამ უცნობია, იყო ეს იგივე მამაკაცი თუ სხვა მძარცველი. მას შემდეგ, რაც შენობიდან გაიქცა, დაინახეს, როგორ გარბოდა ბანკის გვერდით მდებარე მისასვლო გზაზე და მისი კვალის პოვნა ვერ მოხერხდა. ორივე ძარცვა 1 წუთზე ნაკლებ დროში განხორციელდა და პოლიციამ აღნიშნა, რომ შემთხვევები შესაძლოა დაკავშირებული იყოს, თუმცა უცნობია, იგივე მძარცველებმა ჩაიდინეს თუ არა ორივე დანაშაული. თუ ამ ვიდეოში გამოსახული მამაკაცები იცანით, გთხოვთ დაუკავშირდეთ აუნდეილის კრიმინალური გამოძიების განყოფილებას ნომერზე 092 128 458. ინტერნეტში გავრცელებული ხმების წყალობით.
ბევრი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა 21 წლის კეილებ პერეტის გაუჩინარების შესახებ, რომელიც 2026 წლის 31 მაისს კანადის ალბერტას პროვინციის ედმონტონიდან გაუჩინარდა. ზოგიერთმა წყარომ შეცდომით განაცხადა, რომ ის გარდაცვლილი იპოვეს. მაგრამ ედმონტონის პოლიციის სამსახურის ყოველდღიური განახლებების მიხედვით ისინი კვლავ აქტიურად ეძებენ მას. ჯერ კიდევ უცნობია, საიდან წარმოიშვა ეს დაუდასტურებელი ცნობები, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ისინი სიმართლეს არ შეესაბამება. კეილები ბოლოს დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ, როდესაც ის დანაგორ კლოუზის მიმდებარედ დაახლოებით 18:45 საათზე გადაადგილდებოდა. და ჩანაწერში ჩანს, რომ ის ამ დროს ტელეფონს უყურებს. პოლიციამ ადგილობრივ მაცხოვრებლებს თხოვა გადაამოწმონ თავიანთი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რათა გაირკვეს, ხომ არ დააფიქსირეს კეილები იმ დღეს. იმედოვნებენ, რომ მისი გადაადგილების დადგენა ამ ბოლო დაფიქსირების შემდეგ მის ადგილსამყოფელს გამოავლენს. მისმა ოჯახმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის უკავშირდებოდა მათ და ამიტომ მისი გაუჩინარება მისთვის უჩვეულოა. ამან გამოიწვია შეშფოთება, რომ იმ დღეს მას რაღაც არასასიამოვნო შეემთხვა, თუმცა ამ ეტაპზე დანაშაულის ნიშნები არ არსებობს. ვიდეო ჩანაწერში კალები აცვია მუქი ფერის კერის კაპიუშონიანი ქურთუკი, ხაკისფერი შარვალი, შავი ბეისბოლის სტილის ქუდი და შავი ფეხსაცმელები. მისი აღწერილობის მიხედვით მას აქვს ყავისფერი თმა და თაფლისფერი თვალები, ხოლო სიმაღლეა 5 ფუტი და 9 ინჩი. ასევე შესაძლებელია მისი ამოცნობა საათის ტატუთი მარჯვენა წინამხარზე და ალიანი ტატუთი მარჯვენა ტრიცეპსზე. არ არის ცნობილი, რა გეგმები ჰქონდა მას გაუჩინარებამდე. ამიტომაც არავინ იცის, რა მიმართულებით წავიდა ის, მას შემდეგ რაც ბოლოს ვიდეო ჩანაწერში გამოჩნდა. ყველა, ვისაც აქვს კეილების ვიდეო ჩანაწერი ან დამატებითი ინფორმაცია მის საქმეზე, უნდა დაუკავშირდეს ედმონტონის პოლიციის სამეცნიერო. ასევე შეუძლიათ მობილური ტელეფონიდან აკრან #37. 6 სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გამოქვეყნდა, მას შემდეგ რაც 47 წლის ჯო უორენი გაუჩინარდა. ის იმ წლის 25 ივლისს სახლში არ დაბრუნდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. იმ დროს ჯო ცხოვრობდა ჰაკნიში, აღმოსავლეთ ლონდონში, ინგლისში, თავის დასთან როზი უორენთან ერთად, რომელმაც მას შემდეგ რამდენჯერმე მიმართა საზოგადოებას ინფორმაციისთვის. ისინი ერთად ცხოვრობდნენ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და როზი უორენმა მედიას უთხრა, რომ მისი ძმა ბოლოს იმ წლის 25 ივლისს დილის დაახლოებით 9:30 საათზე ჰაკნის ჭალებში მაშგეიტის ხიდთან ახლოს ნახეს. გამოძიების მიერ მოგვიანებით მოპოვებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჯო ჩანს, როგორ გამოდის მაშგეიტის ხიდთან მდებარე დამხმარე ნაგებობიდან და კამერის წინ სრულიად მშვიდად მიაბიჯებს. საით წავიდა ის ამის შემდეგ დღემდე საიდუმლოდ რჩება და ამიტომაც პოლიციამ მისი პოვნა ვერ შეძლო. ასევე არ დაუკონკრეტებიათ, ეჭვობენ თუ არა ჯოს საქმეში დანაშაულებრივ ქმედებას და მისი ოჯახი სასოწარკვეთილია პასუხების მოლოდინში. აღმოსავლეთ ლონდონის რამდენიმე უბანი გაჩხრიკეს და ადგილობრივ მცხოვრებლებსაც გამოკითხეს. იქნებ ვინმეს ჯო ენახა ამ ვიდეოში ბოლო გამოჩენის შემდეგ, მაგრამ ამის შემდეგ ახალი კვალი აღარ გამოჩენილა და მისი ბედი დღემდე უცნობია. მისმა ოჯახმა რამდენიმე უბანში გააკრა ფლაიერები, რათა ჯოს საქმეზე ყურადღება გაემახვილებინათ, მაგრამ დამატებითი ინფორმაცია არავის მიუწოდებია. დამატებითი ძებნები ჩატარდა ეპინგის ტყეშიც, მაგრამ უშედეგოდ. ჯოს და ამბობს, რომ მას აქვს მოკლე ყავისფერი თმა, რომელიც თავზე შეთხელებულია. ის არის 6 ფუტი და 3 ინჩი სიმაღლის და აქვს გამხდარი აღნაგობა. ვიდეოში მას აცვია კამოფლაჟის ქურთუკი, მწვანე შარვალი და შავი სპორტული ფეხსაცმელი, თეთრი ძირებით. თუ სადმე შენიშნეთ ჯო, ან იცით სად შეიძლება იყოს ის, გთხოვთ დარეკეთ საგანგებო ნომერზე 101 და მიაწოდეთ ინფორმაცია საქმის ნომრით 23 მის 025447. 5 დაახლოებით 6:00 საათზე დილით. 2026 წლის 9 მაისს ლონდონის სტოკველიდან მატარებელში ერთმა კაცმა გადაიტანა შემზარავი შემთხვევა, რომელიც ჯერ კიდევ გაუხსნელია. მან პოლიციას უთხრა, რომ მასთან 2 კაცი მივიდა, რომლებსაც აშკარად ბოროტი განზრახლები ჰქონდათ. მოულოდნელად ერთ-ერთმა კაცმა მამაკაცის ჩანთა აიღო, რომელიც მის გვერდით სკამზე ედო, მაგრამ მან მაშინვე დაიბრუნა, რადგან ჩანთაში მისი პირადი ნივთები ედო. ორ მძარცველს ეს არ მოეწონა და მას მინის ბოთლებით დაესხნენ თავს. ჩხუბი ლონდონის ვიქტორიას სადგურის პლატფორმაზე გადავიდა და როცა დიდი ბრბო შეიკრიბა, ორივე თავდამსხმელი იძულებული გახდა გაქცეულიყო. დაშავებული ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას მკურნალობა ჩაუტარდა მიღებული დაზიანებებისთვის, მათ შორის გატეხილი ყბა და თავის ჭრილობები. სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს 2 მძარცველი სადგურის დატოვებისას და მათი ფოტოები საჯაროდ გავრცელდა იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ამ 2 მამაკაცთაგან რომელიმე იცნობს.
ერთსაცვია მწვანე სპორტული კოსტიუმი, ხოლო მეორეს შავი ხუდი, შავი ჯინსი და შავი ჩექმები. სხვა შემთხვევასთან დაკავშირებითაც გავრცელდა სათვალთვალო კამერების კადრები, რომელიც 2026 წლის 8 მარტს ოქსფორდ ცირკუსის მეტრო სადგურში მოხდა. იმ დღეს დაახლოებით 15 საათზე ორმა მამაკაცმა სცადა მამაკაცის ტელეფონის წართმევა, როდესაც ის მატარებლიდან ჩამოვიდა. ბრიტანეთის სატრანსპორტო სამსახურის ორი ოფიცერი შემთხვევას შეესწრო და ორივე მამაკაცს დაუპირისპირდა. მაგრამ მათზე იძალადეს და დამნაშავეებმა უპრობლემოდ მიიმალნენ. სათვალთვალო კამერის კადრები, სადაც მათი სახეები ჩანს, საჯაროდ გავრცელდა და მოსალოდნელია, რომ ისინი მალე დააგავებენ. ვინც ამ დანაშაულებთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობს, მოუწოდებენ დარეკონ Crime Stoppers-ის ნომერზე 0800 545 1111. 2026 წლის 9 ივნისს ინგლისის ჩელსიში მდებარე ფროჩამის პოლიციამ საჯარო მიმართვა გააკეთა 61 წლის პიტერ კონვეის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, რომლის ოჯახიც სულ უფრო მეტად ღელავს მის კეთილდღეობას. მიჩნეულია, რომ გაუჩინარების დღეს პიტერმა ერედეილის დრაივის რაიონიდან ფროჩამამდე სუტონ უივერის მიმართულებით ფეხით გაიარა. როდესაც იმ სავამოს სახლში არ დაბრუნდა, მისი ოჯახი შეშფოთდა და პოლიციას დაუკავშირდა. მიჩნეულია, რომ გაუჩინარების დროს ის კვლავ ფეხით იყო. მაგრამ მისი გაუჩინარების გარემოებები კვლავ საიდუმლოდ რჩება. არაფერი არ მოჩენილა, რაც მიუთითებს, რა მიმართულებით წავიდა ის მას შემდეგ, რაც ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს. ამიტომ პოლიციას თხოვს ყველას, ვინც იმ დღეს პიტერი ნახა, დაუკავშირდნენ მათ. თუ ისინი შეძლებენ დაადასტურონ მისი ყოფნა იმ დღეს სხვა ადგილას, შესაძლოა შეძლონ მისი გადაადგილების დროის ხაზის შედგენა და იმედია ეს პიტერის პოვნასა და ოჯახში დაბრუნებას შეუწყობს ხელს. მისმა ოჯახმაც პირდაპირ მიმართა მას, სთხოვეს რომ დაუკავშირდეს და აცნობს რომ კარგად არის. თუ ასეა, მას აცვია ნაცრისფერი მაისური, შავი დუდის ქურთუკი, ლურჯი სპორტული შარვალი, სასეირნო ფეხსაცმელი და ზურგჩანთა აქვს ზურგზე. ყველას, ვისაც პიტერი უნახავს, სთხოვენ დაუკავშირდეს ჩეშირის პოლიციას ნომერზე 101 და მიუთითოს საქმის ნომერი IML 2,346,169. ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს 24 წლის ალისია აპოსტოლოვ ბოიარინის გაუჩინარების საქმეში, რომელიც 2022 წლის იანვარში დურემიდან ინგლისში გაუჩინარდა. მაგრამ ის არასოდეს უპოვიათ. იმ დროს ის ცხოვრობდა ეშტონ-ანდერ-ლაინში, თეიმსაიდში, დიდი მანჩესტერის ტერიტორიაზე და იმ წლის 14 იანვარს მას მანქანით წაიყვანა მამაკაცმა, რომელიც მართავდა ოქროსფერი Volkswagen Passat-ს. შემდეგ ის დააფიქსირეს სათვალთვალო კამერამ, ასდა სუპერმარკეტში ერთ მამაკაცთან ერთად, რომელიც როგორც მიიჩნევა, იმ მანქანის მძღოლი იყო. კამერის ჩანაწევში ის ჩანს, როგორ ათვალიერებს სხვადასხვა ნიუტს მაღაზიის თაროებზე. ხელში კი უჭირავს მწვანე სავაჭრო გალათა. მამაკაცს სახე დაფარული ჰქონდა ქუდით და სამედიცინო ნიღბით. ამიტომ მისი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, რადგან სახე არასდროს ჩანდა მგაფიოდ. წყვილმა ალისიას საბანკო ბარათი გამოიყენა შესყიდვების გადასახდელად და შემდეგ ისინი შენობიდან გასვლისას დააფიქსირეს. მოწმეები განაცხადებდნენ, რომ შემდეგ ის იმავე მანქანაში შენიშნეს, როცა მანქანა გლოსოპიდან ჩეპელ-ენ-ლე-პრითისკენ მიდიოდა დერბიშირში. ის დაკარგულად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ოჯახთან კონტაქტი ვერ მოახერხა და შედეგად დაწყებული გამოძიების დროს პოლიციამ მისი საქმე მკვლელობის გამოძიებად გადააკვალიფიცირა, მიუხედავად იმისა, რომ ალისია ჯერ არ იყო ნაპოვნი. 2022 წლის მარტში დააკავეს მამაკაცი სახელად დევიდ ელექს თეილორი, თუმცა ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ის ხელახლა მხოლოდ 2024 წლის მარტში დააკავეს და ამჟამადაც სასამართლოს მოლოდინშია. მან თავი უდანაშაულოდ ცნო, თუმცა ასევე წაგანებული აქვს ბრალდება პოლიციელზე თავდასხმაში, რომელიც 2024 წელს ფრანკლანდის ციხეში ყოფნისას მოხდა. ყველა, ვისაც ალისიას საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია აქვს, მაგალითად, იმ დღის დამატებითი სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, უნდა დაუკავშირდეს პოლიციას ნომერზე 101. ყველა მიღებულ კვალს პოლიცია გამოიძიებს. 41 წლის სარმ ჰესლოპი, რომელიც ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონიდანაა, 2021 წლის მარტში გაუჩინარდა, როდესაც ის სირენსონგის კატამარანზე იმყოფებოდა, სადაც ის და მისი მეგობარი ბიჭი რაიან ბეინი მზარეულებად მუშაობდნენ. მისი გაუჩინარების დროს კატამარანი ვირჯინის კუნძულებზე იმყოფებოდა და 7 მარტს ისინი წმინდა იოანეს კუნძულზე ვახშმობდნენ. COVID-19 შეზღუდვების გამო მათ კატამარანზე საღამოს 10 საათამდე უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ რაიანის თქმით, ისინი ბევრად ადრე დაბრუნდნენ.
მან პოლიციას უთხრა, რომ სარმი სავამოს 10 საათზე უკვე ეძინა. და როცა მან ღამის 2 საათსა და 30 წუთზე ისევ შეამოწმა, სარმი იქ ავარიყო. მან პოლიცია გააფრთხილა, რომლებმაც ურჩიეს სანაპირო დაცვასთან დაკავშირებოდა, მაგრამ მან ეს მხოლოდ იმ დღეს 11:45-ზე გააკეთა. ეს ნიშნავდა, რომ სარმის გაუჩინარებიდან 9 საათი იყო გასული, რამაც სარმის ოჯახის ეჭვი დამოიწვია. საინტერესოა, რომ კატემარანი არასდროს გაუჩხრეკავ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ერთ მომენტში მასზე ავიდა. 9 დღის შემდეგ სენ-ჯონის ერთმა მცხოვრებმა პოლიციას დაუკავშირდა და აცნობა, რომ სარმის გაუჩინარების ღამეს იმ ადგილიდან, სადაც კატამარანი იყო მიბმული, კვირილის ხმა გაიგონა და საქმეში გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთო. შემდეგ გავრცელდა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ წყვილი რესტორანს და მისმა ოჯახმა აღნიშნა, რომ ჩანაწერში მას სხვა ტანსაცმელი აცუია, ვიდრე ის, რაც ბოლოს მნახველმა მოწმეებმა აღწერეს. სარმის საქმეში ეჭვმიტანილად არავინ დაუსახელებიათ, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ რაიანი უფრო მეტ სიცის ვიდრე ამბობს. ეს გამოწვეულია დიდი დროითი სხვაობით იმ მომენტს შორის, როცა ის გაუჩინარდა და იმ დროს შორის, როცა რაიანმა სანაპირო დაცვას შეატყობინა. რაიანი პოლიციას ოფიციალურად არასდროს დაუკითხავს და ჯერ კიდევ გაურკვეველია პასუხისგებელია თუ არა ის მის გაუჩინარებაზე. ყველა ვისაც შეუძლია დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სარმის საქმეზე, სთხოვენ დარეკონ Crime Stoppers-ის USVI-ზე ნომერზე 800 222 847. ედმონტონის პოლიციის სამსახურმა გამოაქვეყნა ქრონოლოგია იმასთან დაკავშირებით, რაც ცნობილია 24 წლის ნათანას მორასტის გაუჩინარების შესახებ, რომელიც პიტერ ბალანტაინის კრიის ერის წევრია. ეს ერი მდებარეობს პრინს ალბერტში, ჩრდილოეთ სასკაჩევანში. მისი გაუჩინარების დროს 2025 წლის 9 მაისს ისტუმრობდა მეგობრებს ედმონტონში და იქ რამდენიმე სხვა მეგობართან ერთად იყო ჩასული. ნათანას მორასტე დაფიქსირდა სათვალთვალო კამერაზე იმ წლის 5 მაისს, როდესაც ის დაახლოებით ღამის 1:30 საათზე გამოვიდა კონტინენტალ ინიდან. ის წავიდა თავისი მანქანით, Hyundai Tucsonით, რომელიც 8 წუთის შემდეგ ისევ დაბრუნდა ინში. ის ისევ წავიდა ღამის 2:37 საათზე. შემდეგ ის შენიშნეს 7-11-ში 156 ქუჩასა და 107 ავენიუზე, საიდანაც ის წავიდა ღამის 2:55 საათზე. მოგვიანებით სავარაუდოდ მან მანქანით გაიარა ედმონტონის, შერვუდ პარკის, ბაკლანდის, ნორდეგის და ლეიკ ლუიზის ტერიტორიები, ხოლო 6 მაისს მისი მანქანა შენიშნეს ბრიტანეთის კოლუმბიაში. მეორე დღეს მისი მანქანა შენიშნეს ბორანზე, რომელიც ნანაიმოსკენ მიემგზავრებოდა, ხოლო 10 მაისს ის ისევ ედმონტონში დააბრუნეს. 12 მაისს მანქანა ლოიდმინსტერში შენიშნეს, ხოლო 3 დღის შემდეგ ის მიტოვებული და გადაღებილი იპოვეს ჯეიმს სმით კრი-ნეიშენში, სასკაჩევანში. მანქანა და მიმდებარე ტერიტორია გაჩხრიკეს, მაგრამ ნათანაასის კვალი ვერ იპოვეს. მას შემდეგ ნათანაასი ოჯახთან კონტაქტზე არ გასულა. ვისაც აქვს ინფორმაცია ნათანაასის შესახებ, ან შეუძლია გამოძიებას დამატებითი დეტალები მიაწოდოს, უნდა დაუკავშირდეს ედმონტონის პოლიციის სამსახურს ნომერზე 78043245666.